გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი. ეს არის სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ხოლო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევ და ვენდობი. ყვავილების შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. მისამართი კი მიცკევიჩის 15 ნომერია. ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის კიდევ ერთი სპონსორია ონლაინ მაღაზია Opsi. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ვიქტორია სეკრეტის ორიგინალი პროდუქცია. ხოლო ჩვენ დღევანდელი სტუმარია ფსიქოლოგი ანა არველაძე. ანა, გამარჯობა, ძალიან მიხარია რომ ხარ ჩემი სტუმარი. და დღეს ვართ ცოტა ისეთი განსხვავებული თემით, რასაც შეიძლება ადამიანები ჩვენსგან რაღაც არ ელოდებიან და სხვა თემას ითხოვენ ჩვენსგან, თუმცა სპორტი და სპორტის ფსიქოლოგია. რა მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რის გამოც საკუთარი თავი დაინახე აი სპორტის მიმართულებით და სპორტის ფსიქოლოგიაში? პირველ რიგში მოგესალმები, კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს სამარაჩვეულებრივ პროექტში და პროექტს უსურვებ ულევ წარმატებას საინტერესო რესპონდენტებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საინტერესო თემებს. ვიტყვი იმას, რომ მოულოდნელად მოვიდა სპორტის ფსიქოლოგია, ეს არ იყო რაღაც დაგეგმილი მსვლელობა. აბსოლუტურად მოულოდნელად, მაშინ როდესაც ვიყავი ჩაფლული სრულიად სხვა პროცესებში, სხვა გეგმებს ვსახავდი სამომავლოდ, სხვა სამოქმედო გეგმები მქონდა ბუნებრივია მათ შორის ჩემი კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან საინტერესოა. ძალიან ისეთი გამოწვევებით სავსეა და სერიოზული, როგორ თქვა, გადატრიალება მოახდინა ჩემში სპორტის ფსიქოლოგიამ, როცა დავინახე, რომ შედეგი არის ძალიან სწრაფი. შენი სესიის შემდეგ მალევე შესაძლოა რამდენიმე დღეში, შესაძლოა რამდენიმე საათში დაინახო, რა შედეგი მოუტანა სპორტსმენს შენთან თუნდაც ერთმა სესიამ. და ეს არის იმდენად საინტერესო, რაღაცნაირად არ არის ეს ეგოს თამაში, ეს არის უბრალოდ იმ შედეგის დანახვა, რომელსაც რასაკვირველია ელოდები, რომელიც ხანდახან მოლოდინსაც აჭარბებს. და გაცილებით უფრო მასშტაბური საკენ შთაგაგონებს, რომ რაღაცა შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც არის სრულიად ახალი. რასაკვირველია სპორტის ფსიქოლოგია დიდი ხანია როგორც დარგი არსებობს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მე ძალიან მიყვარს სიახლეები, მე ძალიან მიყვარს ცვლილება, მე ძალიან მიყვარს ტრანსფორმაცია. რაღაცა ისეთი ახალი გამოწვევა გაჩნდა, რომ შემექმნა სრულიად ახალი, ჰოლისტური მიდგომა სპორტის ფსიქოლოგიაში და სწორედ ამ პროცესებით ვარ ახლა დაკავებული. მიხარია ძალიან. ანა, რა აქვს სპორტსმენს ისეთი, რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ აქვს, თუ მათ შორის განსხვავება არ არის? სპორტი ადამიანში ყველაზე ღირებულს, ყველაზე ძვირფას, რასაც ან ვითარებს, ეს არის დისციპლინა. და ძლიერი გამარჯვების სურვილი. იმიტომ ჩვენ რაღაც ყოფიერ ცხოვრებაში გვავიწყდება, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. გამარჯვება არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ნიშნავს საკუთარი თავის უარესი ვერსია, რომელსაც კი არ უნდა ვებრძოლო, მივიღო თავისი მანკიერებებით, მაგრამ ვეცადო გავიმარჯვო დღევანდელ ვერსიაზე ხვალ. იმიტომ რომ ხვალ გაცილებით უფრო მეტი პროდუქტიული ნაბიჯი გადავდგა. ეს არ ნიშნავს მუდმივად ქმედებაში დაკავებულობას, არავითარ შემთხვევაში. ეს შესაძლოა იყოს არაფრის კეთებაც, თუმცა იყოს პროდუქტიული არაფრის კეთება, როდესაც შენი ღირებულებათა სისტემა, შენი ავთენტურობა, შენი ენერგია რაღაცნაირად ერთნაკადურ მდგომარეობაშია. ამიტომ განსხვავება არის პირველ რიგში გამარჯვების სურვილი და სწრაფვა და დისციპლინა, რაც ძალიან განვითარებული აქვს სპორტსმენებს, იმიტომ რომ ფაქტობრივად თავის ტვინშიც ნეირონულ დონეზე არის ცვლილებები და განსხვავებები ჩვეულებრივ მოკვდავებსა და სპორტსმენებს შორის. ანუ სპორტსმენი უფრო კარგად ხედავს მის მიზანს და ჩვენ ადამიანებს გვიჭირთ საკუთარი მიზნის დანახვა. ანუ გამარჯვება ხო ეს არის უბრალოდ ვიცი საით მივდივარ და მივდივარ იქეთ ხო პირდაპირ და ჩვენ რაღაც ყველაფერს ხედავთ და თან არაფერს. რაღაც ნაწილში შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა ხანდახან მიზნის არსებობაც არ განაპირობებს გამარჯვებას, იმიტომ რომ შესაძლოა მიზანი იყოს ყალბი.
მიზანი იყოს რაღაცა ეგოსაგან თავს მოხვეული და საერთო არაფერი არ ქონდეს ადამიანის და ინდივიდის სულიერ ღირებულებებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ მიჩვევნი ვართ ძველ მიზნებს, ისეთ მიზნებს ვუერთგულოთ, რომელი მიზანიც აწმყო დროში ჩემი პიროვნული და სულიერი განვითარების ეტაპზე საერთოდ აღარ არის რელევანტური და კარგული აქვს მისი მნიშვნელოვანება და მნიშვნელობა. ამიტომ ეს მიზნების ფორმირების ნაწილი შესაძლოა სპორტსმენსაც უკვე აღარ ჰქონდეს ეს ინტერესი. და სწორედ იქ უნდა დააბრუნო რა იყო მისი საწყისი მოტივი და ახლა რისთვის უღირს გადადოს. ფაქტობრივად სპორტსმენები ხშირად საკუთარი შვილების დაბადების მომენტს ვერ ესწრებიან. გამოტოვებული აქვთ უამრავი დღესასწაული მათ შორის მოზარდობის ასაკში, მხოლოდ იმიტომ რომ გადაწყვიტეს მიეძღვნათ თავი სპორტისთვის. არ არის მარტივი განაცემი, ძალიან დიდი მსხვერპლია. უბრალოდ მათ აი ამ მსხვერპლს უკომპენსირებს გამარჯვების ძალიან ძლიერი სურვილი. კი. ალბათ ყველა სპორტსმენს აქვს დამარცხების შიში. ამას როგორ ვებრძვით? აქ რა ხდება? მარცხის შიში პირველ რიგში არის ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რომ ავიღოთ მაგალითი. არის ძალიან ძლიერი პროკრასტინაციის, ანუ საქმის გადადების ჩვევის წინაპირობა. ჩვენ იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ თქვათ რაღაც საკმარისი რესურსი ან ენერგია არ გვაქვს, ამას ვიმიზეზებთ. თუმცა ამის მეორე შე არის გვეშინია მარცხის. სპორტსმენის შემთხვევაში მარცხის შიში არის ერთგვარად საფრთხე და რისკი იმისა, რომ მაგალითად გუნდურ სპორტში სპორტსმენმა არ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული რესურსი გუნდური ინტერესისათვის და სადღაც კუთხეში მოამწყვდიოს მის შესაძლებლობები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაუშვას შეცდომა. აუდიტორიის წინაშე, გულშემატკივართა წინაშე იმდანად ეშინია შეცდომა ცალსახად არის მარცხის შიშთან დაკავშირებული მოვლენა. რომ ის ირჩევს დარჩეს ჭრდილში. მეორე საკითხი, როდესაც პირიქით გადაჭარბებულა და აქვს გამოჩენის სურვილი და შესაბამისად ძალიან არასწორად უდგება გუნდის პრიორიტეტს და ცდილობს ვარსკვლავობას. კი, შესაძლოა კონკრეტულ თამაში იყოს ვარსკვლავი, მაგრამ იმდენად საინტერესოა სპორტი, იმდენად დიდ ფილოსოფიას ატარებს, შენ უნდა იყო ერთი ყველასთვის. და ყველა ერთისთვის ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეგოს თამაში ბუნებრივია წინა პლანზეა სპორტში, იმიტომ რომ ადამიანი იზრდება და მასთან ერთად იზრდება ეგო. სისტემა ისეთი კონკურენციას გაჩვევს და ძალიან რთული ამ სისტემაში, როდესაც შედიხარ და შენ პირიქით ყირაზე აყენებ აი ამ ეგოს საკითხს, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან ყალბია ეს ეგო. არაფრის მომცემი, ეგო უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ გადარჩენის ინსტინქტთან პირდაპირ კავშირი აქვს ეგოს და ხშირად ჩვენი მხსნელია. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც დამღუპველი შესაძლოა აღმოჩნდეს ეგო და უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ინდივიდის იმ განვითარების ეტაპზე ხელთარსებული გამოცდილება, რა გამოცდილება დააგროვა და გაცნობიერება, რომ ეს გამოცდილება იმ მომენტში არის აბსოლუტურად საკმარის და მეტი არაფერი არ სჭირდება. ანუ გამოდის სპორტსმენს აქვს საკუთარ ეგოზე უფრო კარგად ნამუშევარი და გაცნობილი ყავს ვიდრე ჩვენ? არა. პირიქით. ყოველთვის არა. გააჩნია სპორტსმენს. გააჩნია სპორტსმენს, იმიტომ რომ აქაც პიროვნული განვითარება და კარიერული განვითარება ფეხ მიჰყვება ერთმანეთს. და ძალიან საკვირველია შესაძლოა იყოს სპორტსმენი გამარჯვებული, მაგრამ როგორც პიროვნება განიცდიდეს აი ამ დამარცხებას და დანაკლის. იმიტომ ჩვენ ხშირად ბევრი ნიღაბი გვაქვს, ხშირად ადამიანი აიდენტიფიცირებს სპორტთან საკუთარ თავს. როდესაც დგება ღმერთმა ყველა სპორტსმენი დაიფაროს მათ ცხოვრებაში რაღაც გარკვეული ტრავმა, რომლის გამოც უწევს უარი თქვას აქტიურ სპორტულ კარიერაზე, იქ უკვე ჩნდება ძალიან დიდი უფსკრული. და ყველა სპორტსმენი უნდა იყოს მზად ამისათვის, მას როდესაც იწყებს საერთოდ დგամ სპორტში პირველ ნაბიჯებს, რომ მან რაღაცნაირად დაიცვას თავი სპორტთან იდენტიფიკაციისაგან. იმიტომ რომ მათი თვითშეფასებაც უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია შესრულების პროცესში განცდილ სიამოვნებაზე, განცდილ წარმატებაზე და როგორც პიროვნებას ძალიან აფერხებს და უკანხევს. ყოველი წარუმატებლობა ასოცირებულია მისთვის დაბალ თვითშეფასებასთან. ცხადია, მე ზოგადად ვსაუბრობ და ამაში არ მოიაზრება ყველა სპორტსმენი, ზოგადად ასეა.
კი. ანა თუ შეგიძლია ერთი ისეთი кейსი გაიხსენო, სადაც ვერ ახერხებდა სპორტსმენი გამარჯვებას, იმიტომ რომ იყო იქ რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტი და მუშაობის შემდეგ მან ეს დაძლია და გაიმარჯვა. ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა. ძალიან ბევრი, როგორც ეროვნულ, ასევე მსოფლიო და საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები, წარმატებული სპორტსმენები, ხოჩერს ეს კიდევ ერთი უფრო რთული кейსია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არის ძალიან წარმატებული, ფაქტობრივად 5 წლის განმავლობაში უწყვეტად და დაუმარცხებელი და პირველად ხვდება მარცხს, მისი შემოbrunება გამარჯვებისაკენ გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე სპორტსმენის, რომელსაც არასოდეს არ განუცდია ეს მასშტაბური გამარჯვება. და გამოწვევებით არის სავსე, იმიტომ რომ იმდენად დიდია მასში იმედგაცრუება, სხვა რეალობა ჰქონდა წარმოდგენილი საკუთარ თავზე, რომ ის არასოდეს დამარცხდებოდა, ეს მარცხი არის ძალიან რთული და აქედან სპორტსმენის გამოყვანა. თითოეული მაგალითი რომ მოვყვე, ყველა მიხვდება, ვისაც საუბრობ, თვითონაც მიხვდებიან. ამიტომ მათი ნებართვის გარეშე кейსებს როგორც წესი არ ვყვები. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა ვთქვა, რასაც ასევე მადლობა ღმერთს ვაზიარებ ჩემს ძალიან მნიშვნელოვან კოლეგებთან, როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტში, ასევე ფორდჰამის უნივერსიტეტში არის ესეთი ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია და ყრილობა გქონდა ახლა თებერვალში. იქაც გავაზიარე ძალიან საინტერესო ხედვა კულტურული სპორტის ფსიქოლოგია. ჩვენ გქონდა ჩვენი თამაშობანა ქართველებს გვაქვს ეს ეროვნული ძალიან ისეთ საინტერესო დეტალები, რომელსაც განსაკუთრებით აი ძალისმიერ სპორტში ვიყენებთ ბრწყინვალედ და გამოგვდის და ჩვენია. და ძალიან საინტერესო რა არის იცით, წარუმატებელი ოჯახის წევრების შემთხვევაში როგორ შეგვიძლია გამოვიყვანოთ სპორტსმენი მოჯადოებული წრიდან. იმიტომ ის არ აძლევს საკუთარ თავს გამარჯვების უფლებას, იმიტომ ეს არის მისთვის სოლიდარობის პროგრამა. არის ძალიან საინტერესო საკვლევი თემა, როგორ გამოვყავს სპორტსმენი გაუცნობიერებელი სოლიდარობის პროგრამიდან, რომლითაც მშობელს უმტკიცებს, რომ მეც არ გავიმარჯვებ, არც მე არ ვიქნები გამარჯვებული და ეს მისთვის ნიშნავს, რომ არ უღალატებს იმ ოჯახურ სისტემას, რომელშიც მრავალი თაობა იყო, ვთქვათ, მისი აღქმით წარუმატებელი. კი. ეს ძალიან საინტერესო საკითხია სპორტის ფსიქოლოგიაში სოლიდარობის პროგრამები და ძალიან საინტერესო საკითხია მეორე სოლიდარობის პროგრამას, როდესაც მშობელი არის ჩემპიონი. და მიუხედავად იმისა, რომ შვილი შესაძლოა გაცნობიერებულად მთელს ცხოვრებას უძღვნის, რომ იყოს თავადაც ჩემპიონი და მამაზე უკეთესი ან დედაზე უკეთესი, მაგრამ სოლიდარობის პროგრამა იმდენად საინტერესოდ მუშაობს, რომ მან შეიძლება არაცნობიერად მისცეს პირობა მშობელს, რომ შენ დარჩები ჩვენს ოჯახურ სისტემაში ერთადერთ ჩემპიონად. ეს იმდენად სენსიტიური, იმდენად ფაქიზი და ღრმა თემებია. ზოგადად სპორტის ფსიქოლოგია როგორც ესეთი დარგი უფრო მეტად ორიენტირებულია გამძლეობა გაზარდო სპორტში, мотиваცია გაზარდო სპორტში, მაგრამ ეს არის მხოლოდ ზედაპირი. ეს არ არის ის ეფექტი და ის შედეგი, რაც შეგვიძლია მივიღოთ სიღრმისეული მუშაობის შედეგად, იქ სრული ტრანსფორმაცია. კი. ახლა სპორტზე საუბრობდი, მაგრამ როდესაც თქვი მეც გამახსენდა ერთ გამოცდას ვერ ვაბარებდი და როდესაც დავამუშავე, დედისადმი ლოიალურობა მქონდა და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე არ მინდოდა წარმატება და ეს იყო დედისადმი ლოიალურობა. ეხლა წარმოვიდგინე ზუსტად სპორტსმენები რას განიცდიან, როდესაც ამას იპოვნიან და შემდეგ საიდან სად შეუძლიათ ის რომ მოხვდნენ და რომ ავიდნენ. საოცარი პროცესი და რწმენა არ უნდა დაგვავიწყდეს. რწმენა თამაშობს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს. იმიტომ რომ როდესაც სპორტსმენს ჯერა და სხვა შორის მეორე საკითხიც არის რწმენის შემთხვევაში, როდესაც პირიქით მოქმედებს გამარჯვებაზე რწმენა, იმიტომ რომ შეიძლება მithქვამს ჩემი სპორტსმენებისთვის, რომ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი არიან ერისკაცები. საერო პირები რო არიან, არ უნდა დაავიწყდეთ. არის საკითხი, როდესაც რწმენის შემთხვევაში იმდენად ძლიერი დანაშაულის განცდები აქვს სპორტსმენს. ბავშვობიდან მოყოლებული, რაღაცა ძალიან მარტივი ქმედება ჩათვალა მძიმე დანაშაულად. და სწორედ ამიტომ არ აძლევს თავს გამარჯვების უფლებას და ხშირად ვეუბნები მათ და ვახსენებ, რომ ისინი არიან საერო პიროვნებები და არა სასულიერო პირები, იმდენად მძიმედ აღიქვამენ ძალიან როგორ გითხრათ, სრულიად უმნიშვნელო ბავშვურ ეპიზოდებს. შესაძლოა რასაკვირველია, ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს, არავინ არ ვიცით ვინ რა
ესეთი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში არა შეცდომას უშვებს, მაგრამ აღქმული არის ხოლმე ძალიან მძაფრად. და ამ შემთხვევაში სპორტსმენი ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ საკუთარ თავს გამარჯვების უფლებას არ მისცემს. დასაკურველი ეს არის გაუცნობიერებელი, იმიტომ რომ შესაძლოა მთელ ცხოვრებას ატარებდეს სპორტ დარბაზში, აქტიურად ვარჯიშობდეს, ყველანაირ საკვებს შეზღუდვას ითვალისწინებდეს სპორტის სახეობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს რასაკურველი კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ ეს არის არაცნობიერი პროგრამა. კი. წარმატებული სპორტსმენები ნიჭით არიან დაჯილდოვებული ამ შემთხვევაში თუ რატომ არის რომ ხედავთ ბავშვობაში იყო ძალიან წარმატებული და შემდეგ რაღაც ჩაიფუშა, მიიკარგა და სხვები რაღაცნაირად გაბრწყინდნენ, ხო? მათთანაც ეს პროგრამები მუშაობს, ეს ქვეცნობიერი პროგრამები მუშაობს. აუცილებლად გარდამავალი ეტაპი არის, ძალიან რთული ეტაპი ფსიქოემოციურად. იმიტომ რომ აი ამ და აუცილებლად უნდა ვახსენოთ რასაკვირველი ამ წრთნელების როლი. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, იმიტომ რომ ბავშვობაში ადამიანს უმარტივდება იყოს მორჩილი. ამ თაობას ჩემი შვილების თაობას ეს მორჩილება არც ისე მარტივად გამოსდის, როგორც მაგალითად ჩემს თაობას, ხო? და აი ამ გარდამავალ ეტაპზე იმდენად ბევრი პროტესტია მათში დაგროვებული. პიროვნული პროტესტი, მშობლების მიმართ, გარემოს მიმართ, უსამართლობების მიმართ, რომ ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება ბავშვს მოზარდობის, აი ეს გარდამავალი დაახლოებით 16-დან 19 წლამდე ყველაზე რთული ეტაპია. ის იღებს გადაწყვეტილებას დარჩეს სპორტში თუ არ დარჩეს სპორტში და უფრო მეტსაც გეტყვით. ხშირად არის მას იმდენად ერთულება აღიაროს მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ უნდა დარჩენ აქტიურ სპორტში, რომ არაცნობიერად იწვევს ძალიან მძიმე ტრავმებს. და შემდეგ უკვე მარტივია გამართლება, რომ ტრავმის გამო დაანება თავი. მშობლებს მინდა უმორჩილესად ვთხოვო, რომ აი ამ პერიოდში არც ზედმეტად დააძალონ შვილებს სპორტი, როდესაც გარდამავალი ეტაპი ერთადერთი რაც უნდა შეახსენონ, ეს არის ყველა ის მსხვერპლი, რაც სპორტისთვის აქვს გაღებული. აი ეს არ უნდა დაავიწყდეთ ბავშვს და ის რომ შენ შეამხელა ინვესტიცია ჩავდე, შენი მოლოდინები მქონდა, მე სხვა რაღაცას მოველო და ეს არის პირიქით აი ამ გარდამავალ ეტაპზე მას უფრო მეტად ათქმევინებს უარს. იკაშკაშოს ჩემი ერთ-ერთი პროექტი საკვლევი მიმართულებით, რომელიც არ გამომიქვეყნებია და რაღაცა ჩემთვის შევინახე, ეს იყო ჩამქრალი ვარსკვლავები. იკვლევდი სწორედ აი ამ გარდამავალ ეტაპს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მოაზროვნის აზრით 10-დან 1 ბავშვი იბადება მარადონას უნარებით. და წარმოიდგინე, რომ მარადონა ბევრი არ გყავს. რა ხდება, რატო ქრებიან ის ვარსკვლავები, რომლებსაც აქვთ სიკაშკაშის ყველანაირი რესურსი. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, ეს არის რაღაც სამკუთხედი, თვითონ ბავშვი, მშობელი და მწვრთნელი. რადგან ბავშვს თემას შევეხეთ, ორი კატეგორია ყავს ხომ მშობლების. და მოდი ეს კატეგორია განვიხილოთ ახლა, როდესაც ბავშვს არ უნდა სპორტზე მისვლა, მაგრამ მშობელს მიყავს სპორტზე და ეუბნება, რომ აი შენ კარი ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე, აი მესი უნდა იყო, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ფსიქიკაში რა ხდება და მართლა შეუძლია თუ არა ჩემპიონი გახდეს ამ ბავშვს. ძალიან ინდივიდუალურია. ჩვენ ვიცით უამრავი ვარსკვლავის მაგალითი, როდესაც სწორედ მშობელი აღმოჩნდა ის მთავარი სამოტივაციო წერტილი და მშობლის დაჯერება იყო იმდენად გულწრფელი, იმდენად სჯეროდა, რომ ის შვილი ნამდვილად იქნებოდა მესი, რომ ის გახდა მესი. პირობითად ვამბობ, ძალიან ინდივიდუალურია, ბავშვზე არის ბევრი დამოკიდებული. არიან ეგრეთ წოდებული ბავშვები, რომლებიც მუდმივად პროტესტში არიან მშობლის მოწოდებებთან. ერთადერთი რა მინდა ვთქვა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უამრავი ეროვნების სპორტსმენთან მაქვს მუშაობის პატივი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელსაც ვსვამ, არის საიდან მოხვდი სპორტის ამ სახეობაში. და ჩემთვის ძალიან საინტერესოა რა გზით მოხვდნენ. ვიღაცა მამამ მიიყვანა, რომ მამას საინტერესო, ვიღაცა თვითონ დაინტერესდა. უმეტესობა 99% ჩემი სპორტსმენების აღმოჩნდა, რომ მშობელმა მიიყვანა, რომ მშობელს უყვარდა ეს სპორტის სახეობა. მაგრამ ნახეთ რა არის ძალიან საინტერესო. თავისით შეიძლება ბავშვი არ მივიდეს. აუცილებლად უნდა მიეცეს ბავშვს რაღაცა გარკვეული ჩარჩო და მშობელმა უნდა უთხრას. იცი რა არის მე შენ მიგიყვანა ახლა 3 თვით. ან შესაძლოა გონივრული ვადა იყოს 6 თვით, ან სრულად 1 თვე, ესეც ბავშვზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
და მე შენ თვითონ გადაწყვიტე, შენ აირჩიე. შეიძლება მიხვდეს ბავშვი, რომ ეს არის მისი უზარმაზარი სიყვარული. შესაძლოა მას დასჭირდეს უფრო მეტი დრო და 2 ან 3 წელი, რომ აღმოაჩინოს და გაუჩნდეს სპორტის სამსახიობის მიმართ სიყვარული. მაგრამ ვერ ვიქნებით რადიკალურები და ვერ ვიტყვით, რომ მშობელმა ბავშვი არ უნდა შეიყვანოს იმ სპორტზე, რომელიც ბავშვს არ აინტერესებს, იმიტომ ჯერ ბავშვმა არ იცის. მან უნდა გამოსცადოს, თუნდაც სპორტის სხვადასხვა სფეროები და იქიდან სასურველი აირჩიოს. კი. და გვყავს მეორე კატეგორია. როდესაც ბავშვი მთელი სულით და გულით უნდა რაღაცა სპორტი აკეთოს, ეს იქნება რაგბი, ხელბურთი, ფეხბურთი არ აქვს მნიშვნელობა და მშობელი ეუბნება, რომ აი დაჯიქი ახლა ისწავლე, მაგით ვერაფერს ვერ მიაღწევ და ამის ძალიან ისეთი წინა. კი დაყავს, იმიტომ რომ ბავშვს ძალიან უნდა და ბავშვი ამის გამო რომ სპორტზე იაროს კარგად სწავლობს, მაგრამ მშობელი ესე, აი მშობელს რა რჩევას მიცემდი ამ შემთხვევაში? მე ვიცნობ მშობლებს, რომლებსაც არ სჯერათ საკუთარი შვილების შესაძლებლობების. არ ენდობიან შვილების შესაძლებლობებს. მშობელს პირველ რიგში ვურჩევ, რომ არაფერი იმაზე ძვირფასი არ არის, როგორც ბავშვის ინტუიცია. არაფერი იმაზე წმინდა არ არის, როგორც ბავშვის ინტუიცია. და შესაბამისად უფრო მეტი თავისუფლება მისცემს. საოცარი რამდენიმე დღის წინ გამომიგზავნა ჩემმა ძვირფასმა ადამიანმა სესიის შემდეგ, რაღაც პატარა ვიდეო რგოლი 85 წლის ადამიანი არის არაჩვეულებრივად გაკეთებული რაღაც რბილი ფაფუკის ათამაშოებით, იღუძებს ერთი დღით და არის 35 წლის, როგორ აძლევს მის შვილს თამამად თამაშის უფლებას, იმიტომ რომ რაღაცა ღირებულებათა სისტემა იცვლება. ბავშვი დავესესხები ჩვენს უდიდეს მეცნიერს, შალვა ამონაშვილს, რომ ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს, არ უნდა მივცეთ იმდენი დავალება, რომ ბავშვს სრულფასოვანი ბავშვობა წაართვას დავალებების კეთებამ. ეს არის დანაშაული. და ჰუმანური პედაგოგიკის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი წერტილი არის ის, რომ ბავშვი უნდა იყოს ცელკი და მას არ უნდა ჰქონდეს ბევრი დავალება. და სწორედ ამიტომ ვეტყოდი მშობლებს იყვნენ უფრო შემწყნარებლები ბავშვების მიმართ, იმიტომ რომ აი ამ მოწოდებით ვიტყვი ჩემს მაგალითს, ჩემი უფროსი შვილები არიან საუკეთესო მოსწავლეები, შესაძლოა ესე ითქვას, ორივე გრანტოსანია იმ სკოლაში, სადაც სწავლობენ. იყო პერიოდი, როდესაც წიგნი საერთოდ არ აინტერესებდათ. და სულ ხუმრობდი, რომ რაღაცნაირად სულ მიყურებენ მე, რომ აი გაუთავებლად მეც და ჩემი მეუღლეც, აი ფაქტობრივად არ ვახსოვართ შვილებს წიგნების გარეშე და რაღაცა ეს რო არ ჰქონდათ ინტერესი, ცოტა გული მწყდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, როდესაც მოვიდა მათ ცხოვრებაში ის ასაკი, როდესაც დაინტერესდნენ თვითონ, ახლა ვერ ვართმევთ წიგნს ხელიდან, პირიქით უფრო მეცაც გეტყვით, რომ უკვე მხედველობის გაუარესებისკენ მივდივართ, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში წიგნის მეტი ინტერესი აღარ არის. ანუ თავის დროზე ყველაფერი მოდის. მე ზუსტად ვიცი, მე რო ცოტათი უფრო მეტად მომეთხოვა მათთვის კითხვა, მათთან არასდროს არ მოვიდო და კითხვისაგან მოგვრილი სიამოვნება. ამიტომ რაღაცნაირად უფრო ეს არ არის გულგრილობა, ჩვენ ხშირად მithქვამს, რომ ჩვენს კულტურაში დემეტრა დედის არქეტიპი ძალიან კულტივირებულია. დემეტრა დედა ამბობს, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი შვილს. და უკუგებას ითხოვს, აი ესეთი ისტერიულად ითხოვს დემეტრა, რომ ყველაფერი რაც მასში ჩადო უკან უნდა დაუბრუნდეს. აფროდიტე დედები სხვაგვარად ფიქრობენ. მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო, თუ ადამიანის არის დემეტრას არქეტიპის დედის შვილი, და ის თავად არის დედა. მას ყოველთვის ეჭვიეპარება, აი დედა ჩემთვის რამდენს აკეთებდა და ამდენს რომ მთხოვდა, იმიტომ გამოვედი ახლა როგორიც ვარ და მე თუ შვილს იგივე სიმძაფრით არ მოვთხოვ, გამოდის რომ მე შვილი ნაკლებად მიყვარს, ხო? ეს ძალიან ისეთი რთული საკითხია, დემეტრას დედის გამოცდილების მქონე აფროდიტა შვილების. და მშობელს ვეტყვი, რომ შვილები მოგვებარა ღმერთისგან, ჩვენი კუთვნილება არ არის არც ერთი ჩვენი შვილის სული. და უბრალოდ თავარია, რომ მივცეთ ამ სულებს განვითარების შესაძლებლობა, პიროვნული განვითარების შესაძლებლობა. ნებისმიერ საგანზე უფრო მეტად რაც უნდა ვასწავლოთ, ეს არის ადამიანობა, ეს არის კეთილის მყოფელობა. მშობელი, რომელიც შვილს კეთილის მყოფელობას ასწავლის, იმაზე დიდ სვერას მშვიდობის მყოფელობა და კეთილის მყოფელობა. ვერასოდეს ვერაფერს ვერ ასწავლის და საგნების სწავლის დრო აუცილებლად მოვა. ამიტომ ეს დისტანციას ნუ გავაჩენთ, იმიტომ რომ შვილებთან მუდმივად ასოცირებული ვიყოთ რაღაცა ეს ჯოხთან, სახაზავთან და რაღაცა მსგავს მეთოდებთან, რომ ეს სიყვარული და ეს მზრუნველობა იყოს ზომიერ, თავის დროზე აუცილებლად მომდებათ, თუ ზედმეტად არ დავაძალებთ.
ეხა არქეტიპები ახსენე და მე როდესაც საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე ძალიან ბევრი წყენა მქონდა დედის მიმართ და რა ტექნიკა არ გავაკეთეთ პატიების ტექნიკა ასე შემდეგ, მაგრამ იყო რაღაცა, რასაც დედას ვერ უგებდი, რომ აი რატო ამხსერდა ესე, რატო გამზარდა ასე და შემდეგ არქეტიპების კურსი მარათონში ჩავერთე და დავინახე, რომ დედა იყო დემეტრა. ყველაფერი გამიქრა, აი თითქოს ეს ბარიერი რა ჩვენ შორის იყოს დაინგრა და ეხლაც კი როცა რაღაცა ისეც შენიშვნას ან რაღაცას მე უკვე ხედავ მას ვინ არის, ხო? დემეტრა არის და მიღებული მყავს, შეყვარებული მყავს უკვე დედა ჩემი მთელი სულით, გულით, მადლიერი ვარ, ანუ მისი არქეტიპი გავიცანი და ვიცნობ უკვე ვინც არის და ასე მიღებული მყავს, მაგრამ ხო, დემეტრა არქეტიპების შვილობა ცოტა ძალიან რთულია. კი, დემეტრას შვილი როცა ხო, წარმოიდგინე კიდე ბავშვამ ხელას ეწოლა აქვს ორი მხრიდან, ხო, ძალიან რთულია. ცხადია, ბებუები უფრო დამზოგავები არიან შვილიშვილების მიმართ ვიდრე მშობლები. მაგრამ ძალიან რთულია, რაც არ უნდა იყოს ეს ეწოლა ზრუნვის კონტექსტში, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ იმ სულს ყველაზე მეტად ასჭირდება ეს არის სიყვარული. ხო. ანა, ნახე, არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ ამ ტერმინს წარმატებული და წარუმატებელი სპორტსმენი, მაგრამ რა განსხვავება მათ აღქმაში, როდესაც მარცხდებიან, როგორ აღიქვამს წარმატებული სპორტსმენი მარცხს და როგორ აღიქვამს წარუმატებელი სპორტსმენი მარცხს. ხო, აი ძალიან სწორად ახსენე, გააჩნია შემთხვევას ეს ვერ მოვახდენთ ამ ტერმინების განზოგადებას. პირადად ჩემს გამოცდილებას გეტყვი, ერთ-ერთი არა, რამდენიმე ჩემი სპორტსმენის მარცხი გამიხარდა. ოღონდ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ მარცხს მოყვა ძალიან დიდი გამარჯვება. ნახეთ, როგორი საკითხია. მარცხს წარმატებული სპორტსმენი აღიქვამს როგორც გამოცდილებას. და კიდევ ერთ სამოტივაციო ძრავს, რომელიც შემდეგი წარმატებისთვის დაეხმარება. იმიტომ რომ ვიყენებთ მარცხს. ეს არ არის მოცემულობა, რომ ვთქვათ, რაღაცა დავნებდეთ პირიქით. ამ შემთხვევაში ხდება მარცხის გამოყენება, გამომყენებლურად. უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. და ძალიან წარმატებულად შეიძლება მარცხის გამოყენება. ძალიან წარმატებულად შეიძლება სპორტში უსამართლობის გამოყენება. იმიტომ რომ ოღონდ ეს დამატებითი ძრავი ჩვენ ცხოვრებაში არ გვაქვს გააქტიურებული, მხოლოდ მაშინ ვააქტიურებთ, როდესაც სპორტსმენი უშუალოდ შეჯიბრის წინა პერიოდს გადის და უნდა შევიდეს რამდენიმე წუთში დადგეს ტატამზე. ან დადგეს მინდორზე, არ აქვს მნიშვნელობა სპორტის სახეობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ისწავლოს მარცხის გამოყენება, სასარგებლოდ გამოყენება. ან ჩვენ ადამიანებმაც კი უნდა ვისწავლოთ მარცხის სასარგებლოდ გამოყენება. კი, იმიტომ რომ ხშირად მარცხი არის წინაპირობა შემდეგი უფრო მაღალი გამარჯვების. გამარჯვება რა არის? ეს ტერმინი თვითონ გამარჯვება რას ნიშნავს, ხო? ანუ მე რომ გადავლახე რაღაცა ბარიერი, მე რომ იმ ურჩხულზე გავიმარჯვე, რომელი ურჩხულიც იყო ჩემთვის მაგალითად ენერგიის ნაკლებობა, რომელი ურჩხულიც იყო ჩემთვის მოტივაციის ნაკლებობა და აი ამ პირობებში შევძელი მეპოვა მოტივაცია, ცხადია ეს ზოგადად ვსაუბრობ, ხო? აი ეს ყოველდღე გავდივართ ჩვენ გვინის მოგზაურობის გზას. ყოველდღე ყავს აღმოსაჩენი დღეს რომელი ურჩხული მიშლის ხას თუ დავეთანხმებით და უფრო სწორად დავესესხებით განწყობის თეორიას, რომელიც გენიალურად გვაჩვენებს იმ ურჩხულებს, რომელიც არის სისტემატიური ურჩხულები. ეს არის ფიქსირებული განწყობა. ერთსა და იგივე სიტუაციაში, ან ერთმანეთთან მსგავს სიტუაციაში, ყოველთვის ვაკეთებთ მსგავს არჩევანს ერთი და იგივე ალიბით. თუ ჩვენ ამ ფიქსირებული განწყობიდან, განწყობა რა არის, ხო, განწყობა არის დრო წარსულსა და აწმყოს შორის, რომელსაც სახელი არ აქვს. ეს არის წინაპირობა ყველა მოქმედების, ეს არის წინაპირობა ყველა მოძრაობის, ყველა განხორციელებული ზარის, იქ უნდა შეიქმნას განწყობა. ამიტომ ძალიან საინტერესოა, რომ აი ამ მოჯადოებულ წრეს და ამ დაუმარცხებელ ან ერთსა და იგივე დრაკონებს და ურჩხულებს ხშირად ქმნის ფიქსირებული განწყობები. დაუცილებელია მათი აღმოჩენა, განეიტრალება და ახალი განწყობით ჩანაცვლება. კი. დასაწყისში სპორტსმენებზე როდესაც ვსაუბრობთ, ახსენებ პროკრასტინაცია, საქმის გადადების სურვილი. აი, როდის გვიჩდება ადამიანებს, როდის ჩამოყალიბდა ეს რა ასაკში? ან ხო, რა იწვევს ამას საქმის გადადების სურვილს? უნდა გავაზიარო ერთი კვირის წინ ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობართან მქონდა სესია. მრავალი წელია უკვე ერთმანეთს ვიცნობთ და
გვაქვს ეს ურთიერთობა, საოცარი რამ თქვა, აქედან მოვიკითხავ დიდი სიყვარულით, რომ ყველაფერს, რასაც ვიწყებ, ესეთი ჩვევა მაქვს, რომ უნდა მივიყვანო აუცილებლად ბოლოში. თუ მაგალითად შვილთან ვიწყებ, შვილთან ერთად ფაზრის აწყობას, შესაძლოა ის მას გაუნელდეს ინტერესი და აღარ გამომყვეს, მაგრამ უნდა დაინახოს, რომ ეს ფაზლი დასრულდა და აიწყო. მსგავსი ტიპის მიდგომები ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით ადრეული ასაკიდან, როდესაც შობელს ყოფნის დისციპლინა ბავშვს განუვითაროს ეს მოთმინება რაღაცა პროცესის დასრულების. ეს შესაძლოა ვაქციოთ ჩვევად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ნეირონულ დონეზე და თავის ტვინის ფუნქციურ დონეზე უბნებს, რომელიც ზიანდება სხვადასხვა, მაგალითად ADHD-ის დროს, ურთულესი ადამიანს ხანგრძლივი ვადით შეუნარჩუნო მოტივაცია ან ინტერესი. როგორც ჩემთვის ძვირფასი მოაზროვნე დოლორეს კენონი ამბობდა ADHD ჩვენ აღქმული გვაქვს როგორც დაავადება და დიაგნოზი, მაგრამ ის ამბობდა რომ ადამიანები ვისაც უსვამენ ამ დიაგნოზს არიან იმდენად შემოქმედებითი ნატურები, რომ მათთვის მოსაწყენია ერთფეროვნება, მათ ძალიან უჭირთ. შესაბამისად ვერ ვიტყვით აქ ჩართულია უკვე ბიოქიმიური პროცესები, თუ ჩართულია ჩვევა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პროკრასტინაციის ესეთი აღიარებული ერთ-ერთი მიზეზი, რომ დავანებოთ თავი ვთქვათ იგივე ბიოქიმიურ პროცესებს და თავის ტვინს, არის მარცხის შიში. მაგალითად, უფრო საინტერესო რამ ეს გეტყვით, ADHD-ის დროს წარმოიდგინეთ, ადამიანი შეიძლება ჩაძვრეს ურთულეს ტომებში, ურთულეს ნაშრომებში და აკეთებდეს მათ ანალიზს, რაღაცა რაღაცებს აკეთებდეს და დასალაგებელი ჰქონდეს ოთახი. მას შეიძლება უკიდურესად გაუჭირდეს 3 ნივთისათვის შესაბამისი ადგილის მოძებნა. ანუ რამხელა მასშტაბია აზროვნების სიღრმის წარმოიდგინე, რომ იქ საერთოდ სხვა სივრცეა, სხვა ცნობიერება, სხვა ფენა და იგივე ადამიანის შესაძლოა მრავალი დღე და მრავალი საათი მხოლოდ იმიტომ გაიჭედოს პროკრასტინაციაში და გადადებაში, რომ მან ვერ შეუსაბამა ამ სამ ყოველდღიური მოხმარების ნივთს შესაბამისი შესანახი ადგილი. ამიტომ ჩვენ ვიტანჯებით, ხშირად ვამბობ ამ სიტყვას, ვიტანჯებით, იმიტომ რომ რაღაცები ადამიანთა ჯგუფს უფრო მარტივად გამოსდის, რაღაცები გამოსდის უფრო რთულად და ჩვენ ვართ აი მუდმივად ამ ურჩხულებთან, შინაგან ურჩხულებთან ბრძოლაში. მაგრამ ეს ურჩხული როგორც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ჯოზეფ კემპბელი ამბობს, როგორი პატარადაც და უსუსურადაც არ უნდა გეჩვენებოდეს, ურჩხული უნდა მოკლა. კი. საინტერესო პროცესია, გმირის მოგზაურობის. კი. არ ვიცი, ანუ მოტივაციის შენარჩუნება ძალიან ძნელია. დილით შეიძლება გავიღო ძალიან ძლიერი მოტივაცია და საღამოს იმის მოტივაცია არ მაქვს, მაგრამ აი დისციპლინა თუ მაქვს, ეს არის ის ზუსტად რაც მიმიყვანს ჩემს სასურველ ცხოვრებასთან, ხო? მაგრამ ვარ უკვე დასრული და არ მაქვს ეს დისციპლინა. არის თუ არა გამომუშავებადი დისციპლინა და როგორ შეიძლება ადამიანმა ვიმუშაოთ ამაზე? აუცილებლად შეგვიძლია განვავითაროთ ამაში ყველაზე მეტად ჩემი საყვარელი პროცესი ნეიროგენეზისი გვეხმარება და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი შემაშინებელი პოსტულატი გამოიყენე ან დაკარგე. და გუშინ სწორედ ამაზე ვესაუბრებოდი ჩემი ჯგუფის წევრებს ონლაინ შეხვედრაზე, რომ ყველაზე მდიდარი ადგილი პლანეტა დედამიწაზე არის სასაფლაო. იმიტომ რომ იქ არის დამარხული უამრავი გამოუყენებელი შესაძლებლობა. უამრავი დაუწერელი ლექსი, უამრავი დაუწერელი პოემა. და ჩვენც ვართ კანდიდატები ჩვენი სასაფლაო აქციოთ ძალიან დიდი გამოუყენებელი რესურსების ადგილად და ხო აი მაგალითად სახარებისეული სიბრძნე გვეუბნება ზუსტად ეს იგავი ბატონსა და ყმებზე, როდესაც ტალანტს უტოვებს, ტალანტი ფულის ერთეულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ტალანტი არის ის ნიჭი, რომელიც გვანდო ჩვენმა შემოქმედმა. ეს ნიჭი გვანდო, რომ მხოლოდ ჩვენ მოგვცა ამ ნიჭის გამოყენების შესაძლებლობა. სხვა ადამიანს სხვა ნიჭის. ჩვენ როგორც კი ვახსენებთ, რომ აი ღმერთმა რაღაცა მანდო, ღმერთმა რაღაცა უნარი მომცა, გავიხედავთ მომენტალურად გვერდით და ვამბობთ, რომ მასაც ხომ მისცა, მაგრამ შენი წილი მოგცა. შენთვის არასოდეს ვინმე წილი არ მოუწია. ეს წილი განდო შენ, რომ შეძლო შენი აი ამ ლიმიტირებული, რასაც წუთი სოფლის პირობებში ამ ნიჭის და უნარის გამოყენება. დისციპლინის შემთხვევაში რა ხდება? მე უნდა მახსოვდეს, რომ გამოსაყენებლად მომეცა.
და როგორც ნეიროგენეზისის დროს გამოიყენე ან დაკარგე. მე შემიძლია ჩემი უნარი დღევანდელი გამოვიყენო ან დავკარგო და დისციპლინა ამასთან რა კავშირშია. ნეიროგენეზისის დროს ახლად დაბადებული ნეირონები 70-იან წლებამდე მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ახალგაზრდებთან ხდებოდა ნეიროგენეზისი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულ ადამიანებსაც უბრალოდ ცხადია, სხვა რაოდენობის ნეირონები იბადებიან მათ თავის ტვინში ახალგაზრდებთან შედარებით. და თუ ჩვენ იქ რამე ახალი არ დავახვედრეთ ამ ნეირონებს, კარგავთ და თუ დავიტოვე ახლად დაბადებული ნეირონი, ამ შემთხვევაში შემიძლია მათი დახმარებით ახალი ჩვევა გამოვიმუშაო. სწორედ ნეიროგენეზისი ხსნის აი ამ საოცარ და დაუჯერებელ პროცესს, რომ ნებისმიერ ასაკში შენ შეგიძლია გახდე დისციპლინას ჩემპიონი. შენ შეგიძლია გახდე საკუთარ თავზე ზრუნვაში ჩემპიონი, თუ მთელი ცხოვრება მოიხმარდი რაღაცა ისეთი დამაზიანებელ საკვებს. ხო, აი ნებისმიერ დროს შეგიძლია ცვლება, ეს ისეთი დამაიმედებელია განწყობის თეორიითაც, როგორც კი შენ იმ შემზღუდავ ფიქსირებულ განწყობებს მოკლავ და გააჩენ ახალს, რომელიც შენი ახალი რეალობის, შეიძლება ეს ახალი რეალობა რას ნიშნავს? რეალურად საკუთარ თავთან დააბრუნება. შენ ვინმე სხვა კი არ უნდა გახდე. შენ უნდა გამომჟღავნდე იმ ფორმით, რა ფორმითაც დაიბადე და რა პოტენციალიც მოგეცა. ყველა ადამიანს ულიმიტოდ აქვს ეს პოტენციალი, უბრალოდ ან გამოვიყენებთ, ან დავკარგავთ. კი. ძალიან საინტერესოა ახლა რასაც ამბობ. ანუ ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ჩემპიონი? ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ჩემპიონი. მათ შორის ფიზიკური მონაცემების მიუხედავად ჩვენ მგონია, რომ ჩემპიონობა არის დამოკიდებული მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე. ეს ისე არის. კი. ანა, როდესაც მერაკი დავაფუძნე და დავიწყე მე თვითონ მერაკის კურსები, ყოველთვის როცა რაღაცა პროგრამა მომქონდა, მე ამის საჭიროებას ხედავდი, იმიტომ რომ მე თვითონ შედეგებზე მქონდა უკვე ვიყავი გასული და მე თვითონ ვხედავდი, რომ აი ეხლა ეს ჭირდება ადამიანებს და შენ იწყებ ძალიან საინტერესო კურსს. გახდი შენ ცხოვრების ჩემპიონი, ხო? სად დაინახე საჭიროება და როგორ ფიქრობ, რაში დაეხმარება ეს კურსი ადამიანებს? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრ ჩემს კურსზე შევაჩერე წვდომა. ესეც როგორ ვუსმენ ძალიან ინსტინქტებს. ეს ინსტინქტის და ინტუიციის დონეზე მომინდა და ჩავთვალე, რომ ყველა იმ ადამიანს ჰქონდა საკმარისი დრო, ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა და სივრცე იმისთვის, რომ თუ მათთვის ეს იყო საინტერესო აერჩიათ და ყველა ჩემს მარათონზე დაახლოებით 70% მარათონების გავაუქმე. არ მაქვს მასზე დაშვებული წვდომა. და ველოდი რაღაცა ახალს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემი სპორტის ფსიქოლოგიის კურსს ვიწყებ ძალიან მალე. უკვე მიმდინარე პროცესში ვართ განწყობის ფსიქოლოგიის ელჩების ძალიან საინტერესო პროცესში. ძალიან საინტერესო ჯგუფია, ძალიან ბევრი გამოწვევით, ბევრი ძალიან ისეთი საინტერესო ინსაიტებით, იმიტომ რომ პირველად განწყობის ფსიქოლოგიის ელჩის კურსი შევქმენი მათთვის ფაქტობრივად ეს არის პირველი ჯგუფი. დაახლოებით სექტემბრიდან უკვე მეორე ნაკადი დაიგეგმება და ნუ არის საოცრად საინტერესო პროცესი და ვიყავი აი მოლოდინის რეჟიმში, რომ რისი გაკეთება მომინდებოდა. სპორტის ფსიქოლოგიის კურსს ძალიან დიდი ხანია ითხოვენ ადამიანები და ჯერ არ მომინდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაისის ბოლოს ამ კურსსაც დავიწყებ, იმიტომ რომ აი ხა ძალიან მომინდა. აქამდე არ ვიყავი ამისთვის მზად, რომ გამეზიარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ლექციებს ვკითხულობდი სპორტის უნივერსიტეტშიც ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა და დრო მოვიდა, რომ აღვზარდოთ ის სპორტის ფსიქოლოგები, რომლებიც ზედაპირულად არ იმუშავებენ სპორტსმენებთან და სიღრმისეულად ექნებათ შესაძლებლობა ჩაძრნენ სულის სიღრმეში. და აი ამ პროცესების დროს აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს, როდესაც ეხმარები გაჩემპიონებაში, მხოლოდ სპორტსმენს არ შეგიძლია დაეხმარო, შენ შეგიძლია ყველას დაეხმარო უნივერსალური კანონზომიერებებით და პრინციპებით. ეს უნივერსალური კანონზომიერებები გადის ეზოთერული ცოდნის, ფსიქოთერაპიული ცოდნის, ფსიქოლოგიური ცოდნის, ფსიქოანალიზის, სიღრმის შრეებს, გადის გენიალურ დიმიტრიუს ნაძის ნაშრომებს და ძალიან მომინდა ჩემი დაბადების დღისთვის მიმეწყუნ, ყოველთვის როდესაც რაღაც ეს ციკლი იხურება, ერთი წელი მქონდა ჩემს დაბადების დღემდე იმისთვის, რომ რაღაცა კიდე ახალი მომეცრო და შემეცვალა. ახლა ახალი ათვლის წერტილი. ამ ათვლის წერტილს ვიწყებ ფაქტობრივად ამ კურსით, რომელიც მართლა ძალიან მომინდა. ეს არის ჩემი ცხოვრების ჩემპიონი
და ეხება თავიდან ბოლომდე ჩვენი ნეიროგენეზისის დახმარებით ჩვენს გაჩემპიონებას. აქ არის გენიალური ჩემთვის ძალიან დიდი მასწავლებლის მანტაკ ჩიას დაოსური პრაქტიკები. აქ არის სისტემები, აქ არის გზამკვლევი, აქ არის ფენომენალური მედიტაციები, იმიტომ რომ პირადად მე ძალიან მეხმარება და ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ გადასული, სადაც დღეში მინიმუმ 1 საათს უძღვნი აი ამ პროცესს. დღეში ეს გამოყოფილი მაქვს ჩემთვის 1 საათი. პიროვნული განვითარების ენერგეტიკული პრაქტიკებისათვის და დამატებითი დრო ცხადია ჩემს ცხოვრებაში ეთმობა ლოცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ინტიმური დეტალია, მე მაინც ვცდილობ გავაზიარო, იმიტომ რომ იქნებ გახდეს და იქცეს ვინმესთვის სამოტივაციო, იმიტომ რომ ამას დიდი თერაპია არ არსებობს, როდესაც მიაგნებ შენს იმ სულიერ მდგომარეობას, რომელსაც შეგიძლია ლოცვის დროს მიაღწიო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული გადატვირთვა. ეს კურსი იქნება ერთთვიანი, გვექნება 4 შეხვედრა. ამ კურსში იქნება თავმოყრილი ყველა ის ცოდნა, რომელსაც ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ვიყენებ სპორტსმენების გასაჩემპიონებლად და ჩავთვალე, რომ მიუხედავად კარიერისა, მიუხედავად იმ პიროვნული განვითარების ეტაპისა, რა ეტაპზეც იქნებიან ამ კურსის მონაწილეები, ყველას შეგვიძლია ერთად გავხდეთ ცხოვრების იმ სფეროს ჩემპიონი, რომელსაც ავირჩევთ. ეს შესაძლოა იყოს ჩემპიონი როგორც პარტნიორი, ჩემპიონი როგორც ოჯახის წევრი, ჩემპიონი როგორც მშობელი, ჩემპიონი როგორც პროფესიონალი და ჩემპიონი როგორც სპორტსმენი. ეს ძალიან საინტერესო მოძრაობაა, ძალიან უნივერსალური მეთოდებით სავსე და ჩემი ცხოვრების იმ ეტაპს ეხმიანება, რასაც ახლა გავდივარ. იმიტომ რომ მეც მათთან ერთად ვაძლევ ჩემს თავს კიდევ ერთხელ და არაერთხელ იმ დარჩენილ სფეროებში ჩემპიონობის უფლებას, რომელსაც ჯერ ვერ მივაღწია. ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, მადლობა ანა. და ნახე შეიძლება ახლა გვიყურებს ადამიანი და ფიქრობს, რომ ანუ ჩემსგან რა შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ ვარ უკვე +30 წლის, რუტინული სამსახური მაქვს და მე როგორ შეიძლება გავხდე ჩემპიონი? აი, რას ეტყოდი ამ ასეთ ადამიანებს? პირველ რიგში ვეტყვი, რომ ჩვენს ირგვლივ იმდენი მაგალითია. 80 წლის ასაკში, 75 წლის ასაკში დაწყებული ახალი ჰობის, დაწყებული ახალი სფეროს, ახალი პროფესიის. თუნდაც როგორც ადამიანი, შეიძლება შენ ჩემპიონი გახდე როგორც საუკეთესო მეგობარი. შენ შეიძლება ჩემპიონი გახდე როგორც საუკეთესო პარტნიორი. ყოველთვის გაქვს ამისი რესურსი, უბრალოდ მნიშვნელოვანია, როდის დაიწყებ მოქმედებას. და მოქმედებისთვის ჩვენ გვეძლევა ყოველი ახალი გათენებული დღე მისი ენერგიით და ეს ენერგია საკმარისია მე არჩევანში დამეხმაროს, დავმარხავ ყველა იმ უნარს და თვისებას, რისი რესურსიც მაქვს დღეს, თუ გამოვიყენებ ამ უნარებს გასაზიარებლად, იმიტომ რომ როგორც აი ამ იგავში ორმა მსახურმა გაამრავლა ის ტალანტი, რომელიც ბატონმა დაუტოვა. და მესამე მის მიწაში დამარხა შიშით, რომ არ ესაყვედურა მისთვის ბატონს. და ზუსტად ეს მომენტია, რომ საოცარია, რომ აი ამ სახარებისეულ იგავში მას ბატონი უწოდებს ბოროტს. და რატო უწოდებს ბოროტს? იმიტომ რომ მან არა თუ გაამრავლა და გააზიარა, გამოიყენა, მან დამარხა და ჩვენ მუდმივად ვართ ამ საფრთხეს ქვეშ. დავმარხოთ ის, რისი გაკეთებას დღეს შეგვიძლია. თუ მივცეთ საკუთარ თავს. აქ შესაძლოა გაჩნდეს მეორე საკითხი, რომ დრო არ მაქვს საკმარისი. ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილს ვაწარებთ წილში. კი, ჩვენ გვესმის ეს მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებითი ფორმით, რომ 8 საათიანი ძილი აუცილებელია, მაგრამ შენ შესაძლოა 1 ღამის გათენებით მთელი შენი ცხოვრება შეცვალო. დაიწყო რაღაცა ახალი იმით, რაც უკვე გაქვს. ან სრულიად ახალი, რაც ჯერ არ შეგიძენია, ეს შესაძლოა იყოს ცოდნა. მაგრამ რაც გვაქვს, ჩვენ ამას ხშირად არ ვაღიარებთ ღირებულად. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ბრწყინვალედ უცხოენების გაზიარების ნიჭი. მე მადლობა ღმერთს ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც მიატოვეს ძალიან წარმატებული კარიერა. უდიდეს სიამოვნებას იღებენ იმისაგან, რასაც ახლა აკეთებენ. ეს შესაძლოა იყოს მასწავლებლობა, იმ ცოდნის გაზიარება, რაც დააგროვეს. და ცხადია, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ფინანსური სირთულეები ერში და ძალიან ისე ჟღერს ხოლმე, როდესაც გავს მოწოდებებს ვუსმენთ, თითქოს გამაღიზიანებლად, რომ აი ამ ჩემი სახელმწიფო მინიმუმით და იმ დროით, რომელიც არ მრჩება, ახალი რა უნდა დავიწყო და შენ რო ჩემს მდგომარეობაში იყო, ამას არ გააკეთებდი. მე ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში ვიტყვი და ვაღიარებ არის ის, რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ.
და გასაცნობიერებელი გვაქვს ეს ბეწვის ხიდი, არის დამოკიდებული ჩვენს არჩევანზე. რას ავირჩევ დღეს? შესაძლოა აირჩიო დღეს ვიღაცის ცხოვრებაში იყოს იმ შვიდის გარანტია, ეს იყოს შენი ჩემპიონობა. შესაძლოა აირჩიო დღეს რაღაცა ახალი გააკეთო იქიდან, რაც უკვე გაქვს შენი გამოცდილებიდან. ან უბრალოდ ის გააზიარო, რაც უკვე დააგრო. კი, მეც ახლა გამახსენდა საკუთარი თავი, მე 28 წლის ვიყავი, სუპირველად ძალიან გამაღიზიანა, ჩემმა ეს ძალიან ეჭვის ქვეშ დავაყენე ზოგადად საკუთარი თავი და მის პოდკასტს ვუსმენ და თან მიზიდავდა და მინდოდა მასთან მუშაობა, მაგრამ თან ვფიქრობთ, რომ ეხლა რომ ავხედე ეს და ავხედე, მე ეხლა ამან მე რა უნდა მასწავლოს თქო, იმიტომ რომ ის იყო ბესტსელერის ავტორი, 3 ბესტსელერის ავტორი, ქონდა იდეალური ცხოვრება და ვიფიქრე, რომ აი რა უნდა მასწავლოთ, მე ხო ეხლა ამ წუთას 650 евро მაქვს ხელფასი თვიდან თვემდე, ვარ ბაკალავრის სტუდენტი, ვცხოვრობ სტუდენტურ საცხოვრებელში, თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი და ეს 656 евро ღირდა მასთან კურსი. ღირს ეხლა როჯერგანა კი რა უნდა მასწავლოს ისეთ, ჩემს ცხოვრებას რა შეცვლის და ვინ შეცვლის, ხო აი ჩემი პირველი ფიქრები იყო ეს, მაგრამ თან ვიცოდი, რომ თუ რაღაცა ცვლილებას არ მოვახდენდი, ზუსტად ისე წავიდოდი და იმ წრეზე ვიტრიალებდი, რა წრეზეც 28 წელი ვიტრიალებდი და მადლობა ღმერთს, რომ მე მაშინ ის კურსი ავიღე, პიროვნული განვითარების იმ კურსს ჩავერთე და ამისთვის ვარ ძალიან მადლიერი, მაგრამ და აღმოჩნდა, რომ ჩემი პოტენციალის 2%-საც არ ვიყენებდი, აი 2%-საც არ ვიყენებდი, რა მინდა კითხო. რა ხდება, როცა ჩვენი პოტენციალი არის გამოუყენებელი? როგორ აისახება ეს? ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგია ითხოვს დინებას. გამოუყენებელი პოტენციალი ადამიანს არასოდეს მოსვენებას არ მისცემს. ჯერ იქნება ესეთი შფოთვის მდგომარეობა. იმიტომ რომ როგორ ცნობ, რომ შენ გაქვს გიგანტური ენერგია, რომელსაც არ იყენებ, ან იყენებ არასწორი მიმართულებით. სპორტსმენების შემთხვევაშიც ენერგიის სწორი მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. რაში ხარჯავ ენერგიას? როდესაც ადამიანს აქვს გამოუყენებელი პოტენციალი, ის პოტენციალი ითხოვს დახარჯვას და 99% შემთხვევაში ეს დახარჯვა ვლინდება კონფლიქტების ინიცირებით. სრულიად უადგილო ადგილს. ამოხეთქავს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იყოს წერის ნიჭი, ის ამოხეთქავს გამოუყენებლობის შემთხვევაში და უდიდეს ზიანს მოუტანს მის შვილს, ან პარტნიორს, ან კოლეგას სამსახურში, იმიტომ რომ ეს ნაკადი ვერასოდეს ვერ მოისვენებს. თუ ადამიანს ბევრი მინიშნების შემდეგ და სხვა ჩვენს რა არის ძალიან საინტერესო, ჩვენ ხშირად ჩვენი დავუშვათ. შესაძლოა ამ მოსაზრებას საერთოდ არ ვეთანხმებით, მაგრამ რამდენიმე წამით რომ დავუშვათ, რომ რამდენიმე წლის შემდეგმა ჩემმა ვერსიამ უკვე იცის, რომ ის რაღაცა რაც მაქვს შეიძლება გამოვიყენოს სასარგებლოდ წარმოუდგენელი მასშტაბის წარმატებას მიაღწიოს ადამიანმა და უკაკუნებს, ხო, აი რაღაცნაირად ახსენებს მომავალი ნიჭს, რაც აწმყოში აქვს. უბრალოდ დაუშვათ და წარმოვიდგენთ. გამოუყენებლობის შემთხვევაში, როდესაც ეს ნიჭი ვერ იპოვის მის კალაპოტს, რომელშიც მოაქცევი ენერგიას, რომელსაც თუნდაც ჰობის სახით დღეში 10-15 წუთს მიუძღვნი, აქ ხდება საინტერესო რამ ფიზიკურ სხეულზე გადადის უკვე. იქ ჩნდება უკვე დაავადებები. ძალიან საინტერესოა სიმსივნის ეტიმოლოგიას ენერგეტიკული თვალსაზრისით. ეს არის გამოუჟღავნებელი სურვილების დაავადება. ეს არის განუხორციელებელი ოცნებების დაავადება. და იგივე ნიჭის გამოუყენებლობაც გადადის ამ კატეგორიაში. იმიტომ რომ შენ გქონდა ხატვის ნიჭი, ცეკვის ნიჭი, წერის ნიჭი, რამდენი ადამიანია, რომელსაც წინვალედ რო ვკითხულობ ხოლმე რაღაც გარკვეულ პოსტებს. ისეთი გენიალური ენით არის დაწერილი, ისეთ გული მწყდება, როგორ შეიძლება ამ ადამიანმა თუნდაც პატარა ჯიბის წიგნაკის მსგავსი ჩანაწერების წიგნაკი არ გამოუშვას, ხო? ანუ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს გამოუყენებელი. ანუ ვლინდება იმით, რომ იღვრება კონფლიქტში, შესაბამისად ამძიმებს დედამიწის ენერგეტიკულ ველს, მისასაც და იმ ადამიანისასაც, ვისთანაც ინიცირებას იწვევს, იმპულსურად იწვევს კონფლიქტს. პარაზიტული ხდება ის ენერგია, რომელსაც არ ვხარჯავ. პარაზიტი ხდება ის ნიჭი, რომელიც მომეცა და არ ვიყენებ. კი. ეხლა გვისმენს ან გვიყურებს ადამიანი და უცებ დაიბადა ესეთი ის, რომ აი მე მაქვს
სულ სხვა წარმოდგენა საკუთარ თავზე, სულ სხვა ცხოვრებაზე ვოცნებდებ და სულ სხვა ცხოვრებას ვაკეთებ და ხო აი მეც უნდა შევცვალო ალბათ, მაგრამ შიში თუ თავდაჯერებულობა, რომელია იმ შემთხვევაში, რომელიც ნაბიჯს არ გვადგმევინებს ცვლილებისკენ, თუნდაც რაღაც ტრენინგი გავიაროთ, ან თუნდაც რაღაცა ელემენტარული თუ უკეთეს სამსახური მინდა, რაღაცა ახალი უნარი შევიძინო, ხო? რომელი გვიშლის უფრო მეტად ხელს დაბალი თვითშეფასება თუ შიში? უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ფსიქოლოგიური კვლევები, რასაც ამბობს, ეს არის უმეტეს შემთხვევაში შიში. ეს არის მარცხის შიში და კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიში. იმიტომ ის ზონა, რომელშიც გავდივარ კომფორტის ზონის დატოვების შემდეგ, ყოველთვის არის შიშის ზონა. და მე თუ შიშის ზონაში არ მეყოფა მოთმინება, შესაძლოა უკან დავბრუნდე. აი წარმოიდგინე, რომ რამდენიმე დერეფანი რო იყოს გასავლელი და კომფორტის ზონიდან უნდა გადახვიდე შიშის ზონაში, რომ ზრდის ზონამდე მიხვიდე. აი ეს გარდამავალი ეტაპი ყველაზე შემაშინებელი. მე ბევრჯერ გავიარე ესეთი გარდამავალი ეტაპი. მე ბევრჯერ გავიარე სრული ნგრევა იმ პროფესიის, რომელსაც ვაგებდი და 16 წელს რო უძღვნიდა მთელი შენი ბავშვობა რო აღქმული, რომ რაღაც კონკრეტულ სპეციალობას უნდა დაეუფლო და უძღვნი ამას მთელ ცხოვრებას და უეცრად რო გააქრობ შენი ცხოვრებიდან. სრულიად სხვა სფეროზე გადახვალ იმ სფეროსაც რამდენიმე წელში 7 წელიწადში სრულიად გააქრობ და ახალ სფეროს დაიწყებ, ძალიან რთულია. მაგრამ მინდა ამ შემთხვევაში ადამიანებს მივცე ყველაზე მთავარი мотиваცია არის ის, რომ ყველაზე მეტად ჩვენ საკუთარი თავის გვეშინია. საკუთარი თავის განსჯის, ხვების არ გვეშინია. იმ შეუწყნარებლობის გვეშინია, რომელსაც ვავლენთ საკუთარი შეცდომების მიმართ. და ჩვენ ძირითადად საკუთარ თავს შეცდომების გამო არ გავსჯით. გამსჯით გამოუყენებელი შესაძლებლობის გამო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სევდა ახლავს დამარხულ გამოუყენებელ შესაძლებლობებს. და უბრალოდ мотиваციის ნაწილში ზუსტად ის არის, რომ ყოველ დღეს მე ღმერთი ახალ ცხოვრებას მაძლევს იმისთვის, რომ ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ არ გავაკეთო ის, რაც თუნდაც რამდენიმე წუთით მომგვრის სიამოვნებას, ეს შესაძლოა იყოს ბავშვობის ჰობის გახსენება. შესაძლოა იყოს რაღაც გემრიელი ხაჭაპურების დაწყობა. ის რაც სიამოვნებას მოგვრის, აი იმ გამოქვაბულშია შენი ყველაზე დიდი ძალა, რომელშიც გეშინია შესვლა. გონია რომ ეს არაფერი არ არის, გონია რომ ეს შენ ცხოვრებას არ შეცვლის, მაგრამ იქ არის შენი დიდი საგანძური, რომ მის გახსენებასთან ერთად შენში იხსნება შემოქმედობითობის ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც არის ულიმიტო, ამოუწურავი და უსაზღვრო. ესე იგი ერთი პირველი არის კომფორტის ზონა, რომელიც უნდა დავტოვო, მეორე არის შიშის ზონა, რომელიც უნდა გავიარო და შემდეგ უკვე იწყება ზრდის ზონა და შეუძლებელია გამორიცხული, რომ იქ ძალიან ბევრი წარმატება არ კი. ანა სპორტის ფსიქოლოგიას რომ დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ეს ჩამესვეს ბავშვობიდან, რომ აი ის გულით თამაშობს. რა განსხვავება გულით თამაშსა და გონებებით თამაშს შორის? აი გულით თამაშის დროს აი ქუჩის ფეხბურთს, მე ფეხბურთი მიყვარს სიგიჟემდე და ქუჩის ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, ცხადია სპორტმა სხვადასხვა შეზღუდვები დაიმატა, ისანახაობრივად იგივე აღარ არის რაც იყო. აი ქუჩის ფეხბურთის დროს შენ არ გაქვს ძლიერი სურვილი არც გამარჯვების და არც გეშინია მარცხის. შესაბამისად ეს ენერგეტიკულად და ფსიქოემოციურად გაძლევს მეტ თავისუფლებას და ყველაზე საინტერესო მანევრს, ყველაზე საინტერესო პასს, ყველაზე ამოუხსნელ გოლს, სწორედ მაშინ აკეთებს ადამიანი, როდესაც არც მარცხის შიში აქვს, არც გამარჯვების ძლიერი სურვილი და არის აწმყოში და ამ პროცესით იღებს სიამოვნებას. ზუსტად ეს არის, როდესაც გულით თამაშობს სპორტის ნებისმიერ სახეობას. აწმყოშია მთელი მისი არსებით და იღებს პროცესისაგან სიამოვნებას. აი ამ მომენტში ხდება სპორტსმენი დაუმარცხებელი. კი, ანუ პრინციპში ჩვენც ადამიანებიც ხო ესე ვართ. ზუსტად იგივე პრინციპი ხო და ჩვენსაც მოქმედებს. ნაკადში ყოფნის, აწმყოში ყოფნის. კი, ძალიან საინტერესოა. ანუ დასასრულისკენ მივდივართ და აი რა იქნება ერთი, არ ვიცი, რჩევა დავარქვათ თუ რა დავარქვათ, რაც ადამიანმა ყოველდღე უნდა გაიხსენოს, აი რომ წამოდგება, აი ის რაღაცა, რაც მის გაიხსენოს და ეს მის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ. ჩემთვის პირადად ალბათ ყველაზე მეტად ცხოვრებას ცვლის, როცა ვიხსენებ, რამდენი დაბრკოლება გავიარე,
და რამდენჯერ წამოვდექი. ეს წამოდგომების რიცხვი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ თუ ვთქვათ საკუთარი თავისთვის არ ვარ მზად ვიყო იმაზე უფრო ერთგული ვიდრე ვარ დღეს, ჩემს თავთან, ჩემს სურვილებთან, ჩემს მოწოდებებთან, აი იმ გაღებულ მსხვერპლს და წამოდგომას რო ვიხსენებ, აი იმ წამოდგომისთვის მინდა საპირწონედ მეც რამე ღირებული და მნიშვნელოვანი გავაკეთო და ამიტომ ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი мотиваცია წაქცევების გახსენება და წაქცევების შემდეგ წამოდგომის გახსენება. წაქცევა რას ნიშნავს? საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა, საკუთარი შესაძლებლობებში დაეჭვება. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის ეჭვი. ჩვენი ყველაზე დიდი მხსნელი არის რწმენა. და ხშირად მე საკუთარ თავს რას ვახსენებ, ხო, აი ღმერთმა თუ ამდენი რამ მანდო, როგორც ადამიანს. და ღმერთს თუ შეუძლია მენდოს, მე რითი ვარ მასე უკეთესი, რომ არ ვენდო საკუთარ თავს. მე რითი ვარ მასე ჭკვიანი, რომ განსაზღვრო, ვენდო თუ არა საკუთარ შესაძლებლობებს. მე ეს ძალიან მეხმარება. სულიერება და ღმერთი. კი, სულიერება ღმერთი, თუმცა მარცხის შიშია, რომელიც ადამიანს რაღაცნაირად აი ამ დროს უჩდება, მაგრამ სადაც არის სულიერება და ღმერთი, იქ უკვე მარცხის შიშიც არ არის, იმიტომ რომ მე მახსოვს ძალიან ცუდად ვიყავი 2019 წელს მივედი ეკლესიაში და მეთქი ღმერთო, მეთქი აღარ შემიძლია აბსოლუტურად ყველაფერი იყოს შეიძლება თქო და რომ გამოვედი ეკლესიიდან მზად ვიყავი მეტი აი გულწრფელად თუნდაც 1000 ჯერ უფრო რთული პერიოდი გამევლო, ვიდრე გავდიოდი, ვიცოდი, რომ აი ღმერთთან ერთად გავდიოდი იმ გზას, რომ მეთქი ღმერთო, გთხოვ ხელში ამიყვანე და ისე მატარე მეთქი. მეტი აღარ შემიძლია, მე ჩემ ფეხით ვეღარ დავდივარ მეთქი და მას შემდეგ მეორედ დავბრუნდი მასთან და ძალიან მადლიერი ვარ. და რომ გამოვედი, იცი როგორ შეგრძნება მქონდა, რომ მეთქი, ხა თუ გინდა უფსკულშიც გადავიჩეხო მეთქი. აი ვიცი, რომ ღმერთს ხელში აყვანილი ვყავარ მეთქი და ისეთები ისეთები გავაკეთე მე 2019 წლის შემდეგ, არ ვიცი, სრული პოტენციალის გამოვლენა თუ არა, ძალიან გავზარდე 1-2 საკუთარი თავი. არ ვიცი, საოცრება არის, როდესაც გაქვს რწმენა. კი, ყველაფერი შეუძლია რომ შეცვალოს. კი, რადიკალურად. ანა, ძალიან დიდი მადლობა. მე ჯერ არ მახსოვს შენთან შეხვედრა. არ გვესაუბროს ღმერთზე, არ გვესაუბროს რწმენაზე და მე ვფიქრობ ის რომ დღეს ახლა ამაზე ვისაუბრეთ, ის ამბავი არასოდეს არ მომიყოლია ეს და მეგონი ჩემო მეგობრებმაც არის ის რომ მე მართლა ჩემი ყველაზე დიდი ცვლილებები შევიდა დაიწყო ზუსტად ამით მივედი ეკლესიაში, თხოვე ღმერთს რომ ავიყვანე ხელში და ვატარებინე მისი გზით და რაც უნდოდა ის დამართო და ზუსტად ამის შემდეგ შემოვიდა ჩემთან პიროვნული განვითარების ტრენინგები, ამის შემდეგ ჩემი საოცნებო უნივერსიტეტიც დავამთავრე როგორც იქნა ის გამოცდაც ჩავაბარე რაც ძალიან ბევრი რაღაცა მე რაკიც ამის შემდეგ გამოჩნდა ჩემი ეხანდელი სამსახურიც იმდენი რაღაცა შეიცვალა და ამ შემდეგ ეს წმენა ჩემში იმდენად დიდია არ ვიცი ალბათ დღეს უნდა გამეზიარებინა ეს ყველაფერი და ვინც ახლა გვიყურებს შეიძლება რაღაცა ცოტა мотиваცია მიიღოს ან ცოტა დაფიქრდეს ან რაღაცა იმპულსი უნდა მიეცა იმიტომ რომ არასოდეს ამის გაზიარების სურვილი ამ დრომდე არ მქონია და მადლობა შენ ამ გახსნილობისთვის იმიტომ რომ აი რაღაც გავიხსენი და მომიდა ამის გაზიარება ანა დღეს ვანდელ ჩვენს პოდკასტს ყავს სპონსორი ამ ეპიზოდს და ეს არის ონლაინ მაღაზია ოფსი სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეიძინოთ ვიქტორია სეკრეტის ორიგინალი ნივთები და შენ მათმა გამოგიგზავნეს ესეთი პატარა საჩუქარი. დიდი მადლობა საჩუქრისთვის. მადლობა. ჩვენი კიდევ ერთი სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი და ასევე მათგან შენ ეს ყვავილების საჩუქარი. ულამაზესი საჩუქარი და თაიკული. სასწრაფოდ მე მგონი მთელი დღე აქ გვაქვს. პირიქით. მე კი მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.